ჩვენთან ერთად იმყოფება დეკანოზი გიორგი წეროზე, დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. რატომ გადაწყვიტეთ, რომ ღია წერილით მიგემართათ ზვიად ხარაზიშვილისთვის? გამარჯობა, მადლობა დაინტერესებისთვის, იმიტომ რომ ესეც ერთ-ერთი საშუალება იქნება ახლა, რომ ამ ხმამ, ვთქვათ, მიაღწიოს ადრესატებამდე, მარტო ზვიად ხარაზიშვილი არ არის ადრესატი, ვიღაც მასზე ზემოთ, ვიღაც მის დაქვემდებარებაში, ისინიც ადრესატები არიან ამ მიმართვის და ღია წერილითაც სწორედ მაგიტომ რომ სხვაგვარად სხვა ყველაზე უფრო მოკლე გზად ეს მიმაჩნდა და ამიტომ ავირჩიე ეს გზა და შევცადე რომ ამ წერილში მოკლედ რაღაც ჩავამაყალიბებინა ქრისტიანობის ის ძირითადი ესე ვთქვათ, წარმოდგენები, რომელთა ესე ვთქვათ, უგულებელყოფაც უბრალოდ შეუძლებელია და იქნება გახდეს მუხრუჭი იმისთვის, რომ როგორც თქვენ წაიკითხეთ, ესე ვთქვათ, იმოქმედონ მინიმუმ კანონის ფარგლებში და მაქსიმუმ ღვთაებრივი სიმართლის შესაბამისად. აი როგორ უნდა უპასუხოს საზოგადოებამ ამ ყველაფერს ჩვენ ნახეთ 2 თებერვალს როგორ განვითარდა მოვლენები თბილისი. მოულთან როგორ უსწორდებოდნენ ფიზიკურად მოქალაქეებს, იმ ადამიანებს, რომლებიც ხელისუფლების მიმართ კრიტიკით გამოირჩევიან, ასევე ნახეთ როგორ იგინება ზვიად ხარაზიშვილი და ამის შემდეგ ნახეთ ფოტო, რომელიც გავრცელდა ერთ-ერთ ეპარქიაში ხარაზიშვილი მივიდა. აი ეს ყველაფერი რომ შევაფასოთ, რა შეჭდება ეს ყველაფერი და თავად სასულიერო პირებმა რამდენად მნიშვნელოვანია ამ ყველაფერზე ხმამ ახლა ილაპარაკონ. ხო, რა თქმა უნდა, მე მართალია ვთქვათ, არ მესმის, რატო არ შეიძლება მისთვის თუნდაც ასეთ შეხვედრაზე, ვთქვათ, საყვედურის გამოთქმა ან მინიშნება, იმიტომ რომ ასეთი ჩემი Facebook პოსტით ან ღია წერილით მიმართვა არაფერია, როცა ის ხვდება ეპისკოპოსს ან სხვა სასულიერო პირებს და არაფერს მსგავს არ ისმენს, ალბათ შეიძლება სასიცილოდ არ ყოფნიდეს, ან რაღაც შეიძლება რამე სხვა, ესე ვთქვათ, რეაქციაც ჰქონდეს ამ ყველაფერზე და მე მგონი ძალაუნებრივად ყველანი ფიქრობთ ახლა განვითარებულ პროცესებზე და მე მგონია რომ აი ეს რაც კარგად არ გვესმის მე მგონი რაღაცეები, მაგალითად ის რომ ჩვენ ვართ რესპუბლიკა და მახსენდება ეს ხალხური ზღაპარია მოკლედ თუ სახალხური ამბავია მოკლედ ერთი უქნარა შვილზე, როდესაც მამა გამოცდის შვილს, შეძლებს თუ არა ის მისი სიკვდილის შემდეგ ცხოვრების გაძღოლას და დაავალებს რომ ფული მოიტანოს, გახსოვთ ალბათ ეს ზღაპარი თუ იგავი და დედა, მზრუნველი დედა აძლევს ამ ფულს და მიაქვს მამისთვის. მამა შეაგდებს ბუხარში, ყველა სახსოვს იმედია, ერთჯერზე, მეორეჯერზე უბრალოდ გაოფლიანდება და ისევ დედის მიცემულ ფულს შეაგდებს ბუხარში და რეაქცია არ აქვს ამ შვილს, ესე ვთქვა და ნუ ბოლოს უკვე გზას რო ვერ იპოვიან, შვილი მართლა წავა, იშრომებს, გამოიმუშავებს ფულს და მოუტანს მამას. როდესაც მამა ისევ ამ ფულს ესე ვთქვა ბუხარში შეუძახებს, შვილი გაყვება ამ ფულს, შეეცდება მის დაცვას. მოკლედ დაახლოებით რაღაც 100 არის მე მგონი ჩვენ შემთხვევაშიც რესპუბლიკასთან მიმართებაშიც. იმიტომ რომ ეს რესპუბლიკის იდეა და სახალხო და საყოველთაო სასიკეთო სახალხო ესე ვთქვა ძალაუფლების იდეა ჩვენ ესე მემკვიდრეობით ჩაგვივარდა ხელში, ჩვენ ამისთვის არ გვიბრძოლია ისე როგორც ეს რა ვიცი ევროპულ ქვეყნებში, საფრანგეთში ან ბრიტანეთში და აი შედეგებიც კარგად მე ესე ვთქვა ეს ავტომატურად რაღაცნაირად გადმოვიდა იმას შემდეგ რაც თვითმპყრობელობა დაემხო და ეს რაღაც საისტორიო მოკლე კურსი რო გავიხსენოთ და აღმოჩნდით საბჭოთა რესპუბლიკაში ნუ მოკლე პერიოდი ჰქონდა ეს დამოუკიდებლობის და კვლავ რესპუბლიკის და ის მოკლე პერიოდი ძალიან კარგი იქნება რომ ეს ვთქვათ უფრო დეტალურად გავიხსენოთ და ამას ბევრი ვილაპარაკოთ როგორი აქცენტი იყო საზოგადო სიკეთეებზე, როგორი აქცენტი იყო დემოკრატიულობაზე. და ახლაც ასე გრძელდება ეს ყველაფერი და მართლაც ის რაც ჩვენს მონეტაზე აწერია იქნება მამხილებელი იმ ადამიანებისთვის, ვინც ახლა უბრუნდება ისევ პრივილეგიების, რაღაც ბატონყმობის, რაღაცა ესე ვთქვათ კაცთმოთნეობის რაღაც ძალიან არაქრისტიანულ. აი ამაზე საუბარი და ამ ყველაფრის შეხსენება ევალება თუ არა მათ შორის საქართველოს საპატრიარქოს
რომლისგანაც პრინციპში არაფერს არ ვისმენთ. ჩვენ ვხედავთ სადამსჯელო რაზმების თარეშს დედაქალაქის ქუჩებში, როგორ უსწორდებიან მოქალაქეებს, სად ჩანს აქ საპატრიარქოს პასუხისგებლობა, რომელიც ამ პროცესებში შესაძლოა რაღაც თავისი წვრილიც ითამაშოს. დიახ, საზოგადოება აკისრებს ამ პასუხისგებლობას საპატრიარქოს და მეც ვისურვებდი, რა თქმა უნდა, ეს უბრალოდ ისმის და ძალიან ადვილი არის ყველას აქვს ეს სურვილი, იმიტომ რომ ის არის თქვა ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში ეკლესიის და მის ხმა წონადია, როგორც გითხარით, იქ არიან მღვდელმთავრები, მღვდლებს არც ისე დიდი ძალაუფლება აქვს და არც წარმომადგენლობითი ხმა აქვთ სინოდში, სხვათა შორის და არც ეს თქვა იურიდიულად რაიმე დავის გამართვის შემთხვევაშიც არ აქვთ ეს თქვა დიდი უფლებები. დიახ, ამ პასუხისგებლობას საზოგადოება ჩემი აზრით სამართლიანად აკისრებს საპატრიარქოს და მეც ვისურვებდი, რომ ეს სათქმელი, ეს ქრისტიანობისათვის ძალიან ფუნდამენტური და ამოსავალი, ეს თქვა პოსტულატები იქნეს ხმამაღლა მკაფიოდ გაჟღერებული. იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ამ ეს თქვა ახალგაზრდებს, ნიღბიანებს შეიძლება არ ესმოდეთ, შეიძლება მათ მართლა ისინი ამბობენ ხოლმე, ხო ვკითხულობთ ყველანი მეცნობით ინფორმაციას და ჟურნალისტები ამბობენ, რომ ისინი ერთმანეთთან საუბრისას აიყენებენ, ეს თქვა იმ თხრობაში არიან, იმ ისე წარმოდგენების, ეს თქვა ტყვეობაში არიან, რასაც ჩვენ ვისმენთ პროპაგანდისტული არხებიდან, ეგრეთ წოდებული პროპაგანდისტული არხებიდან და იქ კი ასეთი მიმართებაა, რომ თუ ადამიანის თქვა რაღაც ადამიანობის ზღვარს ჩასცილდა, სხვათა შორის ასეთი მიმართება მხოლოდ იმ სივრცეში არ არის, ზოგადადაც საზოგადოებაც ესე თქვა ამაზე შეიძლება ფიქრი დალაპარაკი, რომ მოკლედ დეჰუმანიზაციას რასაც ვეძახით, ხო, რომ ადამიანმა თუ დაკარგა რაღაც ადამიანობის სახე, ხო, რაღაც განსაკუთრებული ესე თქვა არაადამიანური ეს თქვა პოზიციას თუ უჭერს ხას, მაშინ მას შეიძლება მოეპყრო სასტიკად, ხო? და ამისთვის შენ ეს თქვა პასუხს არ აგებ პირიქით ეს წახალისებულია თითქოს მოწონებული ეს ტყუილია ეს თქვა სახარებაში და ბიბლიის ღმერთი არის სიცოცხლის ღმერთი და ყველასთვის განურჩევლად ყველასთვის სიცოცხლის ღმერთია ის არ უყურებს და არ განსჯის ღმერთი ადამიანებს სიცოცხლეს არ ანიჭებს იმის მიხედვით არის თუ არა ადამიანი ცოდვილი თუ უცოდველი ჭკვიანი თუ ეს თქვა უგუნური განათლებული თუ გაუნათლებელი და ასე შემდეგ და ეს უნდა იქადაგებოდეს მე მგონი ხმამაღლა და მაშინ მართლაც ეს ადამიანზე მეორე ადამიანზე შემართული ხელი შეიძლება ეს თქვა უკან დაეშვას და სწორედ ეს მინდოდა მეც ამ ჩემი წერილით კი ბატონო და მე მაინტერესებს ასევე აი თქვენ უამრავ ადამიანთან გაქვთ კონტაქტი ესაუბრებით ჩვენს თანამოქალაქეებს მათი განწყობების შესახებაც რომ მოგვიყვეთ აი ეს ბრაზი აქვთ თუ არა მოქალაქეებს და ასევე მინდა კითხოთ მზიამაღლობასთან დაკავშირებით რატომ არიჩენს თქვენი აზრით ჰუმანურობას ემპათიას დაკავებული ქალი ჟურნალისტის მიმართ დიახ, მე მგონი ესე იგი, ხო, საზოგადოებაში და მათთვისაც მე ვესაუბრებ, რა თქმა უნდა, აქვთ მსგავსი მოლოდინები, რადგან ახლა ცოტა ხნის წინ ვესაუბრეთ, მაგრამ ასევე მე მიწევს ხოლმე სწორედ იმის განმარტება და ეს მინდა რომ ეს არის მე მგონი ის რაც ჩემი ძირითადი საქმეა და ძირითადი ეს თქვა ინტერესის სფეროა, ცათა სასუფეველის სიმართლე. აი ცათა სასუფეველის სიმართლე გულისხმობს იმას, რომ ადამიანად და სიცოცხლეში დარჩენის უფლება აქვს ყველას, მათ შორის ეს თქვა ყველაზე დიდ ცოდვილსაც, მათ შორის იმასაც, ვინც ახლას ცოდავს, მაგრამ სინანულის შემთხვევაში, ესეც ძალიან ხაზგასასმელია, იმიტომ რომ ეს თქვა ადამიანს გონიათ, რომ რაღაცა ღმერთი, ეკლესია, რაღაცა ჩურჩული, რაღაცა ესეთი არასწორი გაგება ახსარების იყოს ინდულგენცია და ერთგვარად სინანულის ნაყოფის ესე თქვა გარეშე პატიებას გულისხმობდეს. ეს ასე არ არის. მოკლედ იმის თქმა მინდა რომ სინანულით და სინანულის ესე ვთქვათ შესაფერისი ნაყოფის შემთხვევაში ყველაზე პირსისხლიანი თუ ხელსისხლიანი ადამიანიც კი ესე ვთქვათ შეძლებს ღმერთის სიწმინდემდე ასვლას. ამისთვის საჭიროა რომ მან შეცვალოს ეს თავისი ქმედებები და არა უბრალოდ თქვას რომ მან გადაიფიქრა და ხო ეს ერთ. რაც შეეხება ქალტონ მზიას რომელსაც რა თქმა უნდა სოლიდარობა უნდა გამოუცხადო და მე უცხადებ კიდევაც ამ სოლიდარობას და არ ვიცი ეს სოლიდარობა ცოტა ალბათ ასე უბრალოდ გამოცხადება. იმის თქმა უნდა აი მართლა დღემდე არ მჯერა რომ არ ვიცი ველოდები რომ
არ ვიცი რას ველოდები, თუ კი მართლა მას ესე ვთქვათ იქ განყოფილებაში უბრალოდ უხეშად მოექცნენ, არ მისცეს ელემენტარული რაღაც ადამიანური ესე ვთქვათ, არ ვიცი თუ შეაფურთხეს მას. ეს თუ მართალია, არ ვიცი ეს ძალიან მძიმეა და ძალიან ძნელია, ეს წარმოუდგენელია ჩემთვის. და არავითარ ემპათიაზე არ არის აქ ლაპარაკი, მე მგონი სამართლიანობა საკმარისი იქნება, იმიტომ რომ იქ ისმის ხმა, როდესაც შურის ძიებით იმუქრება ის პოლიციელი და გებუაძე ამბობს რომ სამართლის წესით და აპატიმრებს ეს ძალიან მარტივი იცით ისეთი ისტორია გვაქვს, სულ უმოკლესი ისტორია, ხო, უახლესი ისტორია, რომ ისეთი ხრიკები გვსმენია და გაგვიგია, რომ ახლა ნამდვილად ისეთი ახალგაზრდა ყმაწვილები ვერავითარ ისეთ ხრიკს ვერ მოიფიქრებენ, რომ საზოგადოება ამას ვერ მიხვდეს. ამიტომ რა თქმა უნდა, ქალბატონი მზია არის შურის ძიების, ესე ვთქვათ, გამო, ახლა ასეთი სასჯელის ქვეშ იმიტომ რომ 1000 ჯერ იქნა ამაზე ესე ვთქვათ კომენტარი გაკეთებული რომ რა ვიცი შეიძლება და გაცილებით უფრო სხვაგვარად შეეფასებინათ მისი ეს ქმედება. მე მინდა ასევე კითხოთ მოქალაქეების ბრაზზე და იმ პროტესტზე ჩვენ რომელსაც ვხედავთ არა მარტო თბილისის ქუჩებში, არამედ რეგიონებში, ბათუმში, ქუთაისში და სხვა დიდ ქალაქებში. თქვენ რა დაგანახათ ამ პროტესტმა მოქალაქეების ბრაზმა, რა დაგანახათ რომ რეალურად ჯერ კიდევ არსებობს გზა იმისათვის რომ იბრძოლონ ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის, ეს ბრძოლა მათ ბოლომდე მიიყვანონ ის მოთხოვნები რაც აქვთ რეჟიმის ტყვეების გათავისუფლება საპატიმროებიდან და ასევე ახალი არჩევნები. თქვენ რა დაგანახათ ქართველების აი ამ ყოველდღიურმა ბრძოლამ ქუჩაში გამოვიდნენ და დადგნენ ქვეყნის ინტერესების სადარჩენს. მართლა გითხრათ მე ნუ მინდა რომ კრიტიკული იყო და მინდა რომ რაღაც უფრო ეფექტურ პოლიტიკას ვხედავდე, იმიტომ რომ მაინც ამ ყველაფერს ესე ვთქვათ პოლიტიკური შინაარსი აქვს და ხოლო რაც შეეხება ბრაზს ეს არ არის ბრაზი, ეს უბრალოდ ძალიან ესე ვთქვათ ცხადი მკაფიო სურათია, არ ასახავს ის არჩევნების შედეგები, რომლებსაც ესე ვთქვათ ჩვენ ახლა გვაიძულებენ რომ ვაღიაროთ, არ ასახავს იმ რეალობას, რომელიც არის ესე ვთქვათ საქართველოში, იმიტომ რომ ეს არჩევნები არ იყო თავისუფალ გარემოში ჩატარებული, ადამიანები არ იყვნენ ესე ვთქვათ შინაგანად თავისუფლები იმისთვის რომ გაეკეთებინათ არჩევანი ამა თუ იმ პოლიტიკური ესე ვთქვათ ძალისთვის მიეცათ ხმა დაეჭირათ მხარი და ამიტომ სრულიად სამართლიანია ეს პროცესი ჩემი აზრით და ვისურვებ რომ დასრულდეს ესე ვთქვათ გამარჯვებით. დიდი მადლობა